დღეს წითელი მაფურთხებელი კობრა. ლორენცო როგორ ხარ? აუცილებლად ესე მოგისვათ ნებისმიერ ჩემტერს ამზე. ამ ფოტოს ადგილი არის აქ. ორი ქალაჩუნა ჩვეულებრივი. არეფერებოდი ლელუს? რატო იყვე? ხარ ვირხარ? აუ, გასახარებია. შენ გამიწირე მარიამ. ეხლა არ გეწყვეტ? შენთან ერთად ზამთარშიც გიწბილოდა, შენთან ერთად ყველაფერი მინდოდა. მაშინ მოვატოვირო აღარელი, შენი ხარ ჩემი ფლორის ფანდელი. აბა ხო ვაიმე რა შვები! მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, თქვენი გადაწყვეტილებით მე აქ დავბრუნდი ისევ. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი, ასე ვთქვათ, არ მქონდა, შეგვებული ვიყავი იმას, რომ უკვე დავტოვე ჩემი საყვარელი ჰაუსი და ჩემი უსაყვარლესი მონაწილეები. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხებოდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი ხმის ლიდერი, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვინ არის ხმის ლიდერი? ვინ არის უსაყვარლეს? აი ეს ხალხს რო უყვარვარ და ვითომ რო სიყვარული არის და ამ დროს რო აი stay bot და 4000 ზარი რო შემომივიდა და გულშემატკივრების სინამდვილეში არ მყავს და მონაწილეებს რომ მადლობას უხდი, ზურიკოს და გუგას რომ მადლობას უხდი, დიასას რომ მადლობას უხდი, იმიტომ რომ მე სინამდვილეში ხალხის რჩეული არ ვარ. აი ხარ გადამაფსიხოთ ყველა. შევეცდები რომ არ ვიკამათო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მარიამის გამო ჯავახას პასუხს მოვთხოვ. შენ მოგიწევს პასუხის გაცემა ჩემზე იმისთვის რომ როგორც მოექეცი ადამიანს რომელიც ვითომ გიყვარდა და როგორ მიაგდე ლაივზე სულ მარტო. ლუმე შენზე არ ამიწევებ ჭიქა. როგორც ყოველთვის ანასტასიამ ვერ გაიგო რაზე იყო სადღეგრძელო საუბარი და ჭიქა აწია და ეხა იძახის ვერ გამიგია. როგორც ყოველთვის ვერ იგებ როგორც მე არ მოგიჭახუნე შენ კი არა. შენ როგორც ყოველთვის ისე ვერ გაიგე რა მოხდა და ასე აწია ჭიქა იმაზე რომ ჩემ დაბრუნებას გაუმარჯოსო ან თინათი თქვა რომ ჩემს ლელუს გამარჯვებას გაუმარჯოსო და ჭიქა მიაჭახუნებინა ხალხნა და ვერ მიხვდა მანდაც რა თქმა უნდა რაში იყო საქმე და რა თქმა უნდა ჭიქა მოგვიჭახუნა. ყველას ამცირე. არა ბოროტი არ უნდა იყოს. შენც უნდა მომილოცო არა უშავს. უნდა მოგილოცო გულში. ნუ ხარ ბოროტი, ნუ ხარ ბოროტი. არ ვარ ბოროტი. ძალიან გთხოვ. ყალბი ხო არ ვარ რომ მოგილოცო. აიმე. თინათინმა უბრალოდ გამომიწოდა ჭიქა და მივუჭახუნე. რეალურად ლელუს დაბრუნებაზე არ ამიწევია ჭიქა, მაგრამ რადგან თვითონ ესე ფიქრობს, არ არის პრობლემა. ორსეც ავწევ, როცა წახვალ. მოგესალმები. სალამი, გამარჯობა. როგორ ხართ? იწყება მწვანე დროშების ცერემონიალი ჩემო ძვირფასო მეგობრებო და საინტერესოა ვინ გახდება კვირის ბოსი. ლელუ და ლორენცო გილოცავთ სახში დაბრუნებას აპლოდისმენტები. გისურვებთ წარმატებებს. დღეს უნდა ჩავატაროთ მწვანე დროშების შეხვედრა. უნდა ავირჩიოთ კვირის ბოსი. სულ დღეშია ვინცა უნდა გახდეს ბოსი. სანამ დავიწყებთ, იქამდე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია ემბავუდი, სადაც ყოველი დეტალი ქმნის კომფორტს. ახლა კი დროა დავიწყოთ და ლელუ, შენ ხარ პირველი მოგბრძანდი ჩემთან მაინტერესებს ვის გადასცა მწვანე დროშას და რატო? სხვათა შორის ამ ეტაპზე საბედნიეროდ მხოლოდ ერთი არ მყავდა ვარიანტი, მაგრამ ეს ჩემი დროშა გადაეცემათ აუცილებლად მუზებს. ძალიან დიდი მადლობა იმ ხარდაჭერისთვის, რა ხარდაჭერაც მე თქვენ გამომიცხადეთ ჩემ სიტუაციაში. და აუცილებლად უნდა ვახსენო ლაშაც, იმიტომ რომ ლაშაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლაშას ჯერ კიდე ცოტა დრო ჭირდება. იმიტომ რომ ბოსობისთვის ჯერ მეცოდები ლაშა. ოღონდ მართლა. დიდი პატივისცემით მივიღებთ ამ დროშას ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი. კი ბატონო, გილოცავთ. ლაშა. მოგბრძანდი.
შენ პირველად უნდა გადაცემ მწვანე დროშა მონაწილეს, რომელიც აირჩიე და გისმენთ, ვის გადაცემ მწვანე დროშას. ჩემ მწვანე დროშას გადაცემ ლელოს. მეც მქონდა ვარიანტი რამოდენიმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვეტე ლელოსთვის მიმეცა, იმიტომ რომ სულ აფიქსირებს თავისას. ვიდ იყო შენი ვარიანტი? მუზები. და ასევე ვფიქრობდი ჯავახაზე, მაგრამ ფიზიკურად ხალხ ჯავახაც არ არის ისეთ. ბატონი ლაშა, რომელიც არის AKA გველი, AKA აფერისტი, AKA ქლესა, AKA სიმართლე ბრჭყალებში ადგა და ამ ბატონმა ქლესამ, რომელიც ყველასთან აი ესე დასრიალებს, ყველა ოთახში შესრიალებს, ადამიანებს ცდილობს შეუცვალოს დამოკიდებულებები ერთი კონკრეტული მონაწილის მიმართ, ამ შემთხვევაში ჩემს მიმართ, აგდებს ჩორტებს, ადგა და აი ეს მწვანე დროშა გადასცა ლევოს. ახლა ტასო მობრძანდი ჩემთან. საინტერესო ვის გადაცემ მწვანე დროშას და რა. მწვანე დროშას გადავცემ ადამიანს, რომელიც თამაშობს დამოუკიდებლად, არ არის მიკერძოებული. რასაც ვამჩნევ ახლა ამ ბოლო პერიოდში, დაინახა რა არის რეალობა. ეს არის ლორენცო. დანარჩენი ყველა ერთად მოქმედებს. ასეს როგორ სწრაფად ეცვლება აზრები. ხო, თქვი დავაფიქსირე რომ ჯერ ლორენცომ აზრი შეიცვალაო, იქეთ იმაში გადავიდაო ჯგუფშიო. და ხელი აწია სკამზე და თქვი რა შეხედავ მეთქი რეალობას. ხო, შენ თუ გარიგებ ეს არის შენი პრობლემა. ჩამოუყალიბე გამოტასომ აღარ იცის ვის მიეკედლოს და ამჯერად აიჩია ლორენცო. თუმცა არ იცის რომ ლორენცოს ტასო ერთხელ კვანდარ ეყოფა. ამ ვაგრძელებთ ორი მუზა მობრძანდით ჩემთან. ჩვენ მწვანე დროშა საამაყოდ გადავცემთ ადამიანს, რომელიც გახდა ხმის ლიდერი გუშინ. ჩვენ ძალიან გაფასებთ, გცემთ პატივს და ვთვლით, რომ შენ ხარ სამაგალითო ადამიანი. მადლობა ძალიან. ამ ეტაპზე მუზებს აქვს ერთი მწვანე დროშა, ლელუს 2 და ლორენცოსაც 1. ახლა ლორენცოს ჯერია და საინტერესო ვის გადაცემ მწვანე დროშას. მობრძანდი ლორენცომ. სალამი კიდევ ერთხელ. მოკლედ ჩემი მწვანე დროშა გადაეცემა სიმშვიდეს, არა ქაოტურ მდგომარეობას, ასე რომ ჩემი მწვანე დროშა წავამოზებთ. მადლობა. როგორც ხედავთ, ლელუს და მუზებს აქვთ ორი მწვანე დროშა. აპლოდისმენტები. რადგან ტასომ ლორენცოს გადასცა მწვანე დროშა, ახლა ტასომ უნდა გადაწყვიტოს, მუზები გახდებიან. კვირის ბოსები თუ ლელუ, მობრძანდი ტასო. ასე როგორც ყოველთვის. გადაწყვეტილება შენსია. ან მუზები, ან ლელუ. მე ვიცი მინდოდა ბოსი გამხდარიყო. ხო, მაგრამ კოშმარული სიზმარი. ფიქრობ რომ მუზები კარგი ბოსები იქნებიან, იმიტომ რომ პოზიტიურები არიან, ასე თუ ისე კონფლიქტური სიტუაციები არ ამგონია იყოს. ამიტომ მუზები. ცუცე და უარეს შორის ცუდი ავირჩია. კი ბატონო. მუზასო დაგვიბრუნა მიცემული მწვანე დროშა. აი ზუსტად. მობრძანდით ჩემთან მუზებო აპლოდისმენტები. გილოცავ თქვენ მეორე ხართ კვირის ბოსები როგორი შეგიძლება მეგობრებო ეხა გიხარიათ ხო? კი. და ამ კვირის ბოსები გახდნენ მუზები. მუზებო გილოცავთ, ნამდვილად თქვენ იმსახურებდით ბოსობას. ძალიან მაგარი კვირა გელოდებათ მაყურებლებო. ძალიან ამაყები ვართ, რომ არა მარტო მაყურებლის სიყვარული დავიმსახურეთ, არამედ ჰაუსის მაცხოვრებლების სიყვარულიც დავიმსახურეთ და შევეცდებით, რომ ეს სიყვარული და სითბო და აი ესეთი დამოკიდებულება ამ კვირაში უკან დავაბრუნოთ და ყველანაირად გავამართლოთ თქვენი იმედები. დარწმუნებულები ვარ. საინტერესოა, გისურვებთ წარმატებებს. აბა დროებით. შევხვდებით ამ კვირაში. მადლობა. მადლობა. ჩვენ ახლა მივდივართ თბილისის ზოოპარკში.
ვიღაცეების მოსაკითხა ვარ. ახლა ვნახოთ რა დაგხვდება, ვინ დაგხვდება. ჩემი აზრით განვიტირთებით, გავერთობით და ვიმღერებთ, რა თქმა უნდა. ტერარიუმში თუ შეხვალთ, ჩემი ძმაკაცები მომიკითხეთ. აუცილებლად მოგიკითხავთ ლორენცო. დიდი მადლობა მინიშნებისთვის. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. მას მე ვიქნები თქვენი მასპინძელი ზოოპარკში, მე ვარ ზია, თბილისის ზოოპარკის საზოგადოების სამართლის მენეჯერი და ესეთი პატარა ექსკურსია გავაკეთო, დავიდეთ, ხო? დავიდეთ. შემატორი პინგვინი. შეგვეშალა. თან ორნი არიან შეხა. და ეხა გაბუტულები არიან, ძალიან შოშოს არიან. ანუ ესენც ფეიკი ენოტები არიან. იმედია ეს ენოტები მაინც არ შეგვაგინებენ. ესენი არიან ხამადრილები, სხვათა შორის ძალიან აგრესიულები არიან. და სუჩხუბი აქვთ ხოლმე ვოლიერში. გასაგებია, ანუ გამახსენა ვიღაცები. ხო, აი ეს ახალი მონაწილეები რო შემოვიდნენ და რაღაც ესეთი საღამო რომ მოაწყდეს, ესეთი აი და ჰუი რო გაუდიოდათ ჩვენ ბიჭებს. რო შემოიხიეს მაისურები. ნახე, სამი ერთად არიან და ის გარიყულია. აუ, მომისმინე. ეხა უყურე, კოალიცია და ლორენცო იქეთ, მაგრამ მაინც ამასთან ერთად რო არა? ანუ ჯავახა შუაში, აქეთ იქიდან გოგოები და იქ სადღაც ახლოს ლორენცო რა. თან ერთად რო არიან ერთ გუჩში, მაგრამ თან ვითომ რო გარიყულია ლორენცო. ანუ ზუსტად ეგ კადრია. რამდენი ხანია ზოოპარკში არ ყოფილა იცი? აი მე როგორ რამდენი ხანი ყოველ დღე ზოოპარკში არა ვარ. აგი, მოდი, აი ეს ნახე ორი მუზა ერთმანეთს რო ეჩურჩულებიან. აგენი ხარ თქვენ. აგი ისურ მე ხარ არა. მოწუქცუქდი. მე სამი მუსიკო. როგორ უხილავს? აბა კლებდა კიდე. ეხლა გადავინახოთ ეგზოტარიუმში, სადაც ყავს ქვეწარმავლები და მე მგონი გვენების ნახვა გაინტერესებს ძალიან. ყავს ეგენია ხაუში. აი მე ერთი ქალები უნდა ავიხვიო, თორე ჰაუსიდან ძლივს მოვიშორე და აქაც რო ვნახო ეხლა, მაინც და მაინც ქულზე არ გამიხარდება. მოდი დაგეხმარებ. ეგ რა გაკლდა დაო ისედაც ნერვებს იარხა, წამოდი მელანი. წითელი, მაფურთხებელი კობრა. სხვათა შორის ვიღაცას მაგონებს. ლორენცო როგორ ხარ? ვერაფერს ვერ მეუბნები ხო მათე და? აი რაღაცა ხმები მესმის, მაგრამ ვერაფერს ვერ ავხედავ. აი ეს მარიამი და თავის და ქალი ხო არ არის? აქ არიან თინათი. აი მე თქობა ჰაუსიდან ეგრევე აქ მარიამ, მაგრამ ამდენი არ გვიკბენენ, შუშა გვიცავს, ამიტომ ანუ გეშინია. ასო მისე შეაქცია ახლა ზურგი, როგორც მაშინ ლორენცოსთან რომ დაწყობა მარტო მარიამი. ასო გველი კი არ არის, მეგობრებო. ის სხვა დაქალი იყო მარიამს და ეს ვარიზე, ნახე პირდაღებული რომ მიყურე. ანუ შეხედე მოგა პირს რო აღებს. ყალი რო დაიგუბა პირში და ვერაფერს ვერ იცი. კი, და პირს რო აღებს. მოადგილე, ნახე როგორ არის პირს. ვაიმე აქ კი ახვეული მაქვს თვალები, მაგრამ სადამ მქონდა ეგ ფუფუნება მთელი ორი თვე ჰაუსში. სულ აი ესე სისინებდნენ, აქეთს გაისისინა, აიქით გამოისისინა. კიდევ კაი გუშინდელმა დღემ კარგად ჩაიარა. რაღაცა გვეშველა და თვალების ახვება აღარ დამჭირდება. აუცილებლად აი ესე მოგისვათ ნებისმიერ ჩემ მტერს სკამზე, იმიტომ რომ მე სიმართლის თქმის არ მეშინია. და არც გველების. სხვათა შორის ლორენცომ თავის ძმაკაცებს მოკითხვა შემოითვალა. გამომართვით? ბიჭო, შენ აქ რა გინდა? შეხედე ამას. ეს ის ბიჭი არ არის მე რომ მიყვარდა, ჩემო ძვირფასო. დაბლოკილი რო ყევარ ყველგან, ხო მაინც მოგაგენი. მარა რა არის შენი კუნთოვანი მასა სად დაგიტოვია რაღაც ძალიან გამხდარი მეჩვენები, წონის კლებაში ხო არა ხარ? უნდა გიმღერო, ჩემო ბიჭო, აქედან მაინც ვერ გამექცევი. მე რა
ტიპში რა გინდა შენი გაიტანე უნდა დაგიბრუნო იგივე შენთვის მე მეტება მარტო ეკლები და მარტო შენებური სიცივე რომ დამივიწყო ხვალ პედალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ რომ დამივიწყო ხვალ პედალევ მაგრამ შენთან უნდა თინა უკან უნდა ვიწყო ხვალ პედალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ ნახე თვალები რა სიძახიან ამის თვალები თან წამიყვანეო უკან უნდა შენთან გოგო მაგრამ გვიანია გვიანი მიყარხარ გოგო შეხედე მეორე ვირი მოვიდა ეს ჩემი მომავალია ეთობა ამოდი გოგო ძირები გეყოფა თვითონ ვირები აღარ მიპოვე გოგო შენთვის ლომი რა თქმინდა ეს ვირები ეხლა წარმოიდგინე რომ ეს შენი ყოფილია. კარგად მოემზადე, კონცენტრაცია გააკეთე და აბა შენიცი. რა შობი, გოგო, რა შვები? გავშვი ეხლა ვეხანი. წამოდი. უღრმესი მადლობა რომ ჩაგვიტარეთ ესეთი საინტერესო და განსაკუთრებული ექსკურსია. ჩვენთანაც მოგზადით ჰაუსში და მე ჩვენ ჩაგიტარებთ ასეთივე ექსკურსიას. წარმატებას გისურვებთ, აბა თქვენიცით კარგად გაუმყვალდეთ იგუელებს და ვაიმოთ. სანამ გოგოები დაბრუნდებიან, მინდა რომ ცხელ-ცხელი ფენოვანი ხაჭაპურები დავახვედრო და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ გემრიელობა გამომივიდეს, იმედია მათ მოეწონებათ. და როცა საქართველოში არ ცხოვრობ, გენატრება ეს ყველაფერი და ქართულ სამზარეულო, ჩვენი ემიგრანტების არის რა ნეტა ის მაჭამა. She made me switch from მოკლედ რას ფუსფუსებს ჩვენი ბიჭი სამზარეულოში. ასოს ინტერესი კლავს და მოსაწევი ოთახიდან იცქირება. მოშა აკეთებს ხაჭაპურს გოგოებისთვის. აკლია გოგოები. ეს ხო ხალი კოალიციის წევრია. ეს ხო იქ არის, სადაც თბილა. მოვიდნენ გოგოები და მოვედი. ჰალო. დაშვები და როგორ თბილა როგორ ახარ? გავიყინე. მე კიდე თქვენ რო იყავით დასულები. ნუ ცოტა დროში ავწდი, იმიტომ რომ ჩამეძინა ბოდიში. მინდა დამეხოძებინა ფენოვანი ხაჭაპური. მოკლედ ამ ბიჭს რა შესაძლებლობები ქონია? თან ხო იცი ლაშა რომ მუზების სიყვარული კუჭზე გადის. იმედია კარგ ხაჭაპურს გამოაცხობ. ორი მუზა. მუზები. სუფრის თავში ზის, კრიკერების დედოფალი, აქეთ მუზები და ახალი ბაიკი. ან მოხვედით და შემოიტანეთ სიმხიარულე. რაღაც აი სითბო, ოღონდ მართლა ვამბობ. ყველა ნახავდა ალბათ. ესეთი ის დაგვახვედრე ფენოვანი ხაჭაპური ეხა შეუძლებელი. და ძალიან მიხარია რომ ესეთი პოზიტიურები ხარჯებში. გამარჯობა ანასტასია. რა შვები, მოდი კარგად შენ. როგორ ხარ აბა? კარგად. შენ როგორ ხარ? კარგად? სალამი ჯავა. როგორ ახარ? დამოკეცდი? არ მინდა ეს ფარისევლობა, აფერისტობა. დაბრუნდა ჯავახა. არის ძალიან ხასიათად, ცუდად. აკლია მარიამი და არ გამოდის ოთახიდან. დავბრუნდი სახლში. შევდივარ საძინებელ ოთახში და ნოსტალგია მომაწვა, ყველაფერი გამახსენდა. მარიამი
ამის სერიალს ხედავ, მიყვარხარ და მაპატიე. ისაღებში გამოვედი და ჩემი და მარიამის ფოტო არის ჩამოხსნილი. ეს ინტერესო არის, რატო აკეთებს ჯავახა ამას? ამ ფოტოს ადგილი არის აქ. ფოტოშორის ჯავახ, შენი ადგილი გუშინ ლაივზე იყო მარიამის გვერდით, მაგრამ არ იყავი. ამ ადამიანებს როგორც უნდათ ისე იგებენ და ატრიალებენ აქ სიტუაციებს, ამიტომ არავისთან არ დავიწყებ ახსნა. უნდა მოვამზადო ელთფუდის უგემრიელი სიხაჭოს პელმენი. ჯავახაც მოვიდა, არც ხასიათზე არ არის, მეც ძალიან მშია. ლორენცოსაც ძალიან უყვარს პელმენი და მოკლედ ვისაც მოუნდება, მიირთმევს, გავაკეთოთ ერთად. ვინც მომზადების წესები არ იცის, აქ არის მითითებული. რამდენი ხანი სჭირდება ხარშვა. ძალიან გემრიელია. ველოდები წყალი როდის ადუღდება. სულ გჭირდება 8-დან 10 წუთამდე. ხაჭოს პელმენი ელთფუდის მომზადდეს. ჩვენი წყალი უკვე ადუღდა. დაველოდოთ 8 წუთი და ჩვენი პელმენი მზად იქნება. ტელეფონები შემოდის და ჰოი საუნცრება. გამარჯობა, მოკლედ ახლა გაჩვენებთ როგორ ჩავთოთ ავტოკლიკერი და როგორ მივცეთ ხმები ლორენცოს. გვაქვს კითხვებზე პასუხები კიდე? და ლორენცო ვინმეს კლიკერზე რამეს იტყვის? არო კლიკერა. ეს თავის ჩატში აქვთ ჩაგდებული ყველაფერი როგორ მისცა ლორენცოს ავტოკლიკერით ხმა. ხალხის რჩეული გუშინ ლორენცო იყო. და არა ლელო. ან მარიამ. მე მინდა რომ საზოგადოებას დავანახო იმ ადამიანების სახე, აქ რომლებიც ძალიან ჩუმად ცდილობენ რომ ყველაფერი თავისი მინუსების გადაფავრით სხვის მინუსებზე ისაუბრონ. მაგალითად ლელუ. შეიძლება? ლელუსთან ხარ თუ კაცო? არ მცალია რომ მორჩები ტელეფონს, მე ვილაპარაკოთ. ანუ არ მცალია თქო და რომ მორჩები მე ვილაპარაკოთ და ორივე შემოხვედით მაინც. არა, ზურა მისწავლა ფიზიკა, ეგ მაინტერესებს. მომისმინ ერთი წამი მე შენთან გამოვალ და ცალკე გეტყვი და შენთანაც გამოვალ და ვიდეოსაც გაჩვენ. მე გარკვევით გითხარით, არ მცალია, არ შემოხვიდეთ. აი ეს რა. ანუ არ მცალია, არ შემოხვიდეთ. აი ეს რა. საუკეთესო თავდაცვა ეს არის თავდასხმა. ფიზიკის სწავლაზე ვისაუბროთ. ანუ რიგში ჩადექით და ისე მესაუბრებ. ჯავახა და ლორენცო მე მელაპარაკებიან კლიკერებს. ჩემს ზონას არ ღვევთ, გეუბნები რომ დაინახეთ უყურეთ. ჯავახ, შენ გაჩუმთ. ეგ ვაფშე რა არის, არ ვიცი რაზე მელაპარაკები. ანუ რიგში ჩადექით. აი ეს სიტუაცია რაც არის ახლა ლელო. შენ გამიწირე მარიამ. შენ ამით გაწირე მარიამ. უყურეთ რა ხდება ახლა აქ. შევიდნენ აქ ქუთაისი 1 2 3 ფიზიკა. არა, თავში გიშე როგორ გეკადრება? არა, იგი, არა, როგორ გეკადრება? გამოჩნდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც დიას იყო და ზური იყო ამ სამმა გენიალურმა განათლებულმა ადამიანმა ფურცლები დაავაგა ლაივში, სადაც წერია ქუთაისი, ნომრები, პაროლები, ფეიქ აკაუნტების
საიდანაც ლელუ გახდა ხმის ლიდერი. ნახეცად შევიდნენ. ოპა, აი ამ ადამიანს იყენებენ, აი ამ ადამიანის სახეს იყენებენ ესე მარტივად. ქუთაისი რო იზახდა მე კლიკერი არ მყავსო. ეგ ლელუს ხო უკლიკერებენ. ლელუს ხო უკლიკერებენ. ერთი ძამი ამას შეხედე. აქ ქუთაის უკლიკერებენ. უყურეთ. ესენი იქცევენ ორი ქალაჩუნა ჩვეულებრივი. ჩემო ძირფასო მეგობრებო. სტეიბოტ. სირცხულია. ჩემს ოთახში ვარ და ორი კაცი მიკაკუნებს კარებზე და ვეუბნები რომ არ შემოხვიდი, არ შეიძლება. და მაინც შემოდის ორი კაცი ჩემს ოთახში. და მადგას თავზე და ესე რაღაცებს იმას მიშვებიან. ანუ ხო და ჩემი ოთახია და ვერ ვაგდებ ჩემი ოთახი. იქნებ რას ვაკეთებ? აუ ზურა დავაი რა. ანუ მე აქ ნერვიულობ და თქვენ რა ზღადაობთ ბიჭო? ზურა რა მალადოი გაყარე ნორმალურები ხართ? ვერ არიან თავის მოტორზე რა. თავისთვის რაღაცა რვეული დადეს და იქ ამათმა დამიწყეს ამაზე ის და მე უნდა ვიმართლა თავი აქ. ლელუ ბოდიში კლიკერა. აუ ჯავა გაჩუმდი შენ საერთოდ მარიამი რომ მიუგდე ლორენცოს. მარიამი რომ მიუგდე ლორენცოს. დაესიეთ. მე მეუბნება და fake წყვილი გაქვსო და ამასობაში ჰაუსში რომ მოვიდა მაშინ გაცნობილ ბიჭთან უკვე ესე იგი სასიყვარულო ურთიერთობა და ლელუ გასაგებია უკვე რატომაც გაქვს ეს სასიყვარულო ურთიერთობა. ეხლა გეწვათ, ანუ ეხლა გაგიჟდნენ, გაიგე? ლელუ რო ლიდერი გახდა, ეხლა გაგიჟდნენ. ყველანი მარიამის წინააღმდეგ იყავით რა. მარიამის წინააღმდეგ სად იყავ? შენ სად იყავ? სად იყავ? რა ცუდად მაშინაც აქ რო დათვერი და მაგიტო მოვიდა სასწრაფო. ეგრეთ ცუდად იყავი. ანუ ეგრეთ ცუდად იყავი შენ. ლელუ აი მაგას გადასცემს ყველთან. ჯავახას რეალური სახე, დაჟე კლიკერიც არ ჩაურთო. სტეიბოტ. სირცხულია. ვინი ამტკივდა შეგიძლია ერთმა ილაპარაკოს ან გაჩერდეთ? პაროლი მაინც დიას 1-2-3-ის მაგივრად სხვა პაროლი დააყენე ხოლმე, იმიტომ რომ ეგრევე შევა ადამიანი. აი ეს და აი ეს მე მეუბნებიან კლიკერებზე რამის. ლელუ ხალხის რჩეული არ ხარ, ხალხი საერთოდ არ გიცნობს. იმ კოცნისთვის მაინც გეცა პატივი რომ კოცნა ქონდა ადამიანთან. შენ ხარ цаრიელი ლაპარაკი. საახალწლო ივენთი რო ქონდა, აი ესე ფოტოს გადასაღებად, ლორენცო აი ესე მიდის იმის მიუხედავად რომ იცის რომ გოგო შეყვარებული ყავს და აი ესე წელზე კიდევ და ესე ეფერება. ლელუსაც რეაქცია არ აქვს ამასთან დაკავშირებით, გაიგე? აი ესე დგას და იღიმის. ეს ადამიანი მეუბნება იმას, რომ აქ რო ხართო, ეგ ყველაფერი წყვილი არის დადგმულიო, გაიგე და ურთიერთობა ფეიკიაო, ესეთ რამეს მეუბნება ხალხო, ესეთ რამეს მეუბნება ლელუ. და ამ დროს აქ რო მოვიდა მე მაშინ გაიცნო დიასა და ეხა შეყვარებულები არიან ურთიერთობა აქვს, გაიგე? და ეს ადამიანი მეუბნება 24 საათი რომ მარიამთან ვარ სახლში, ეს ადამიანი მეუბნება რომ მიყვარსო ხალხო იმ ადამიანს. აი მე გეუნები მიყვარსო? შენ ვინ გითხრა რომ მე ვინმე მიყვარს? ჯერ ეს ერთი. აი ეს არის მატყუარა ჯავახა, აი ეს არცელებს ქალით ჭორებს. აი ეს არცელებს ჭორებს, ეს არის ქალი და არა კაცი. ის არ იყო მარიამისთვის სენსიტიური ლაივზე მარტო რომ მიჭდა ლორენცოს გვერდით. შენ ხარ ვირთხა, რომელიც პირველი გაიქცა გემიდან, რომელიც იზირებოდა და მარიამი დატოვე ამ გემზე. ეს არის რეალობა. აი ესე შეაწმინდა ლორენცოს ხელები, მეგობრებო. ხოლეთ ლორენცოს რო აწმინდავს ხელებს, ანუ ეგრე არა, როგორც აწყობს, ისე ჭრის და კერავს რა. აი ესე ყველა მთელი სახლი მოდის ჩემზე ხალხო. არეფერებოდი ლელუს? არეფერებოდი ლელუს ამაზე არეფერებოდი ხელით ესე? ანუ ხელით რო ესე გააკეთა, ეს არის მოფერება? აბა რა არის ფერება რა არის? ეს არა ფერება. შენ სად იყავ? ანუ შეხელი ამას მოეფერა ხალხო და ეს კიდე მემაჭერს, ანუ მემაჭერს ხალხო. აი მაგარი ქალუსი ხარ რა. რატომღაც ეხლა გაახსენდა რომ თურმე ლელუსაც ქონდა რაღაც პრობლემა. არ გეფერებოდა ამაზე? არა, მოფერება ეგ არის. არა, ესე არ გეფერებოდა ხელით? ფოტოში ესე რო ყოფილიყო თითი და აქ რო ყოფილიყო, ანუ ორივე უნდოდა და ესე მაგითო აკეთებდა. ჯავახა, შენ ხარ ვირთხა, რომელიც პირველი გაიქცა ჩაძირული გემიდან და მარიამი დატოვა ამ ჩაძირულ გემზე. ლაივზეც არ მოხვედი და გვერდში არ დაუდექი, როდესაც იცოდი, რომ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, აუტსაიდერი იყო. შენ მარიამი გაწერე. ეხლა მოდივარ სახლში ვიყავი წახილი, დედაჩემი არის ძალიან ცუდად რასაც უყურებს ამ სიტუაციებს რა. მერე ნუ ეხლა ჩემზე რო ლაპარაკობდა რაღაცა. ჰაუსიდან ვიყავი გასული. დედაჩემი იყო ძალიან შეუძლოდ. რაც მაგალითად? რაც იყო დღეს, თუ
თუნდაც აქ შენ და ლაშაურს საუბრობთ, ნუ მოკლედ ამ ყველაფერს რა. და უბრალოდ გეუბნები. არანაირი აგრესიით ჩემს მიმართ არ იყო, თუ რაიმე საბაბს მოგცემ რეალურს. მაშინ მოდი და ვისაუბროთ რა, იმიტომ რომ დედაჩემი არის ამის გამო ძალიან ცუდად. ოკეი, დედაჩემი ძალიან ცუდადაა, შენ ვაცრებზე რაღაცები თქვი. ხო, დედაჩემი ძალიან ცუდად არის. ხო, და მოუგვარდეთ მაშინ, არც შენ თქვა ჩემზე რამე ისეთი, არც მე ვიტყვი შენზე არაფერს. და მე გეუბნები, რომ შენ მე პირად შეურაცხყოფას არ მოგახსოვს, всё. всё. ლაშა, დამავიწყდა მე თქვა ჯავახას უთხარი? იმ თემაზე სახლში ადგილები დაცარიელდა და სურვილი მაქვს რომ ლაშა გადავიდეს სხვა ოთახში. ჯავახ, გთხოვ რა, ლაშას საძინებელზე მოუგვარე რა. იქნებ გადმოვიდეს, იმიტომ რომ ვერ გებით ერთმანეთს. კი, ეგეც ჩემი გაკეთებულია. პირსახოცი აქ ხანით გადაკიდებული დღეს. ბოდიში მარატრუსებით იყავი და არაფერი არ მithქოლს შენთვის. რა? პრუსით არ იყავი დღეს როადექი. შორტიც ვიყავი, წითელი შორტიც. დამგანახო. გამომძანდით და ეხა შევიდეთ. აი, ანუ არ შემომიხედავს სწორად. მომძანდით ვანამ ნახოთ რა ხდება აბაზანაში. არ არის პრობლემა, გავიგე. დარგი, მაშინ თმები აკრიფეთ. მე თუ თმამწვია, ამაში რა პრობლემა? ლაშა, უხერხულია კამერებთან მსგავს რამაზე საუბარი, რომ ჩემი თმა ყრია. გოგო ვარ და დაწესრიგებ რა თქმა უნდა. შორტი რომელსაც ვიცმევ ყოველდღე ხო, ეს ანუ არასწორად გავიგე, იმიტომ რომ არც შევხედა, იმიტომ რომ მეგონა ტრუსი. არ მინდა ჩემი პირსახოცი დავკიდო მის საცვლებზე. ანუ რა თქმა უნდა, მე ქვედა მხარეს მაქვს. რატომ ეუბნები? მე გადასვლაზე. ანასტასია უყურე, მე გადასვლაზე. ნუ ხარ აგრესიულად განწყობ. მე დავიწყე რა, მე ანასტასია. მე გითხარი უბრალოდ, მე გითხარი რომ შენ ესეთი დეტალების გოგოზე, ბიჭზე რო იყო საუბარი კიდე ხომ არა, გოგოზე რო საუბრობ ლორენცო, შენ არ გაქვს სათქმელი ახლა ამ ეტაპზე. თვითონ მოვიდა. რუსები რო აქვს გადაკიდებული და რაღაც ანუ მე ქვედა მხარეს მაქვს, ზედა მხარე ყოველთვის არის თავისუფალი. არაეთიკური არის. საცვლებზე ლაპარაკი მithumetis გოგოს საცვლებზე. მე და შენ რო ვიყოთ ახლა, მე და შენ რო ლაპარაკობდეთ ლაშა, მაგაზე კიდე გავიგებ. კი ბატონო, გასაგებია. ლაშა იმედია მოინდომებ და საძინებლიდან გადავალ. მე არ მაქვს პრობლემა, მე გადავალ. მე კიდევ ერთხელ ამ პრობლემა არ მაქვს. ჯავახ, მოდი უცხებ. მოდი. ეს იგი ძალიან ცუდად გზნობ თავს და ფანჯიდან მესმის ხმები. გავიხედე და ვისხედო მარიამს და ჩემს მაკაცებს და ჩემს ადმინისტრატორებს. დარქულია დედაშიშა. ვაუ, ბიჭო, მიყვარხარ თუ ყველა დედაშიშა. კონცე, დავა, კონცე. აუ, რა საყვარლები ხარ, ბიჭო. მეც ბიჭო რა საყვარლები ხარ თან თოვს და თქვენ არ იცით რა ლამაზები ხარ ყველა დედას ვიცავ რამე თუ გამაღიმებ და დღეს არ მეგონა რა აგე და გავიღიმე აი ძალიან გამიხარდა და იქ ყველაზე მეტად ახლა მჭირდებოდა საყვარელი ადამიანების ხარდაჭერა. აი მეგონა ჩემები იყვნენ. როცა ჭურჭული მიფარი მარჩი პინცები ეშები ყვარდი მაშინ კი არა რო გეუბნებით ეს ადამიანები ძალიან ფოღმიანები არიან თქო რატო არ გჯერა დეჟავუ მაქვს რატო? გუშინ მივღეროდა რომ სიმღერას ბიჭი მიყვარხარ ხალხო მიყვარხარ დედას ვიცავ მედით გაკოცე ჰალო რაშებით სასტრაფოდ ჩაიცვი გავდივერთ სასტრაფოდ ჩქარა უნდა გავიდეთ ერთი წუთში სასტრაფოდ ჩაიცვი გავდივერთ მიდი დროზე აი ძალიან მნიშვნელოვანია მიდი რა აი ძალიან ანერვიულებული ვარ და უნდა ჩაიცვა მიდი ლელი
ანასტასია ლორენცო გამარჯობა ჩაიცით და გავდივართ. არ მითხრა მამაზამა. ჩქარა, აი ძალიან. მიდი დროზე გავდივართ. მიდი დროზე, აი გზედმე ეთქების გარშე აი ძალიან. გავდივართ, მიდი. ეხლა მაგუნდა უდგარით. შვიდობა არის? შვიდობა არის? თავლი მასულა! გამომიყარე ჩქარა. თავლი მასულა! მოკლედ, აი ამ ამინში ჩვენ არ შეგვეძლო რომ ეს არ გამოგვეყვანა გარეთ და უნდა ვიგუნდაოთ. გადავიდი შეშვი ჩემ გასქცემი ცოდე შეშვი მეთქი ბიჭო აი მითქეში ხარო ვახე აი ჩემი დარა მამა ყელე თუ არ დაცვა აუთსაიდერებში ნახავ აჩვენდები სისხლის უკანასკნელ წუთამდე. გავაგრძელებთ ახლა ბრძოლას. გათოვლილია. ეხლა წავიდეთ სახლში. გასტეიქოთ და ლორენცო. ვახ. ბრավ. შემომხედე ფიფქები ეფერებიან წამწამებს დამპირდი რომ არასოდეს არ გამიშვებ ხელს მაშინ მოვათოვლი რომ აღარელი შენი ყავი ჩემი თოვლის ფანტელი შენთან ერთად ზამთარშიც გითბილოდა შენთან ერთად ყველაფერი მინდოდა მაშინ მოვათოვი რომ აღარელი შენი ყავი ჩემი თოვლის ფანტელი აბა ხოდა აი მიროჩო აღიარეთ რომ გაგამხიარულეთ დღეს მოკლედ